სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალდღეში გულითადი სალამი, პატივის სემა და სიყვარული. დღეს ჩემი პატარები, ჩემი ლომები, ვეფხვები, ყველა ჩემთან ერთად მოვიყვანე. სად არიან ჩემი ბატკნები? სად არიან ჩემი ლამაზი გოგონები? ჩემი პატარების გაუშვი უკვე, 1 საათია დადია. ეხლა იცი რა, დღეს ბაღში ყველა ლეკვსაც გაუშვებ. ყველგან ლეკვები იყო ზმაო. ეხლა იცით, ცხრებს რამდენი დროა ვცდილობდი დამეკრიჭა, დავკრიჭე და ეხლა მათ გაჩვენებს. შემდეგ ჩვენი ჯეგი ხანუმი იმშობია რა, უკვე დიდი ხანია ლეკვები ძალიან გაიზარდნენ. მის ლეკვებს გაგაცნობთ, დღეს ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება. აი კარაბაშიც მოვიდა. ვა, სიმპათიურო ბიჭო, რა საკეთებ კარაბაში? რა გიწევს, ა? რა გიწევს ბიჭო, კეთილი იყო შენი მობძალება. თქვენგან თხოვნა მაქვს. მანამდე გთხოვთ, არ გამიტეხოთ გული. თუ ამ ვიდეოს მოიწონებთ, გამოიწერთ არხს და კომენტარს დაწეთ, ძალიან გამიხარდება. თქვენი მოწონებები და კომენტარები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეთ. გთხოვთ, წინა ჯერზე ვთქვი რომ ხარი დამიჭიროთ, მადლობა, მოწონებები მომატებულია. ისევ თქვენგან იმავე აქტიურობას ველოდები. არ დაიზაროთ, ერთი ლაიქი დააჭირეთ, თქვენი მხარდაჭერა აჩვენეთ, მეგობრებო. კაროლინ, მოხვედი კაროლინ. ბავშვებო, აი ნორას ლეკვიც მოსულა, მოდი შვილო, მოდი, სად ხარ შენ? სად ხარ შენ? ეი, სად არის ჩემი ბავშვი? სად არის ჩემი? ეი, ასიე, ჭკვიანად მოიქეცი. სად არის ჩემი უშნო გოგო? ამ გოგოსთვის ლამაზ სახელის შემოთავაზებას ველოდები ძმაო, მოუხდება. მინდოდა მიკი დამერქმია, მაგრამ მიკი უფრო საყვარელი სახელია. მას ჯეგის ლეკვებიდან ერთს დავარქმევ, ასე ვფიქრობ. ამ გოგოსაც ესეთი ლამაზი კეთილშობილი სახელი უნდა დავარქვათ, ნახე? ასილს დავარქმევდით, მაგრამ ასილს სახელად უკვე ყავს გოგო, კარგი სახელია. შეეფერება, ერთ დღესაც ამ სახელს ღირსეულად ატარებს, გაიგეთ? მაგრამ ეს ველოდები თქვენგან, ჩემო გოგო. გაგოცებ, გაიქეცი ახლა. გეჯებ. რა საკეთებ, გოგო? რა საკეთებ, ჩემი ლამაზი? მოდი ჯერის სხვა შვილების გაუშვათ. შვილებსაც ეხლა გაუშვებ. ყველა რიგრიგობით იაროთ. ცხრების გავაპარსე 2 დღეა. ცხოველები ისე დამშვიდნენ, მეგობრებო, რომ ვერ წარმოიდგენთ. ენას ისე ყალდად გამოყოფილი, როგორც ძაღლებს. ეხლა ეგ აღარ აქვთ. ესე იგი, მართლაც ცხრებში მატყლი აწუხებდათ, მართლაც ვაუდამათ. დიდი მადლობა ღმერთს, ვიპოვეთ ერთი ადამიანი და უცებ შევკრიჭეთ. რა თქმა უნდა, სანამ დავიჭერდით, ცხრებს კარგად დავიღალეთ, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ბავშვებო, მზად ხართ? ჩემო ბატკნებო. ჩემო ძვირფასებო, ჩემო საყვარელებო, გაგიშვებ თქვენ, ამ პუსაცაც კი გავუშვებ. იაროს. ბავშვებო. ეხლა იშალა ლეკვებს შორის ჩხუბი არ დაიწყება. ყველა ბანდა, ყველა ერთმანეთს უჭერს მხარს. მოდით ვნახოთ, ერთი გაუშვებათ. ადარებო, ერთი გამატარეთ. დაიცადეთ, ნახო გოგოებო. მოდით ვნახოთ. ბავშვები! ხო, ყველგანი ლეკვები არიან? ჰეი, ჰეი. გოგო, ნუ აწუხებ მას. ჰეი, ნახე, ფაშა. ნახე, შენ ძალიან მაბრაზებ. ჭკვიანად იყავი. არა. ამას გამორთავ ძმაო. ეს ბიჭები ძალიან სელქები არიან, ნახე. ძალიან გაიზარდა, მაშალა. ეს სულ ასე იქცევა, ნახე. სხვა მდედრები არაფერს ამბობენ, ეს უღირსია. ბიჭო, გაჩერდი, პაშა, უკვე დიდი გახდი, მაშალა. ეს უღირსი ცოტა ჩხუბის მოყვარულია. სხვა ლეკვებს ერთ-ერთს ესესხმის თავს. ყველას აჟიტირებს. თან ყველა ეზენი ბანდა. ერთი რო დაესხას, ყველა ესხმება. მაგრამ როგორ მოხდა? შვილო, რა დიდი გაიზარდე, ა? დამერდოფას დაემსგავსე, შვილო. მაშალა ჩემს გოგოს. მამა კარგად ულისმათ, მაგრამ მოდი ეს დავხურო, ძმაო, მოიცადე. შვილო, იმიტომ აკეთებ ოინებს, რომ ხარ ცელკი. მოდით, აბა პატარებო, მოდით. ой, ყველგან გირგ დაგავით, დაგიკრიათ. ეს უვირსი კაროლინია. რამდენი ნაგავი და საჭირო ნივთი არსებობს. ყველაფერს იღებს, მიაქვს, აქეთ-იქით ანადგურებს. პუსად ბაბას გადაიგე, ნახე. პუსად. შენი ღირსება საკმარისია, ბიჭო. ანადოლუს ნამდვილი შვილი პუსატია, მაშალა ჩემს შვილს. პუსადსაც ბეწვი სულად დაეწყო. ბეწვი სულად გამოიყურება, უნდა დავარცხნოთ. ნახე ბონჯუკი სად შეძვრა. ბონჯუკ, ბიჭო, ძაღლის სადგომში რა საკეთებ? ძაღლის სადგომში დაწექი, ბონჯუკ. თითქოს დასაწოლი ადგილი არ იყო, სავიდა და სადგომში შევიდა. ხედავ, ესენიც აქ დაიკავეს ადგილი. ბონჯუკ, ბაბა. ჩემო ლობორ, ქემიდან ვერ გამოდის, მაშალა. შენს დიდებულებას შევეწირები.
ეხლა მოდით აბა ძმაო. ცხრილთ არ მივიდეთ, ნახოთ ისინი. ბავშვები არიან, მაგრამ ყველანი მაშალა ძალიან მოლილები არიან. წონები, სიმაღლეები, აღნაგობა, თანაც კუნთიანები არიან, შეხედე მათ. იზიდ მამა როგორ ულის მათ. სხვა ახლად მოსული ბაჭიების უკვე დიდები გახდნენ. ეგ ახალი რო თქვი, ალბათ 2 თვე მაინც გავიდა, არა? 2 თვე გავიდა. ახალგაზრდებო, ცოტა ხანში თქვენს გაჩვენებთ, კარგი? ჯერ ერთი, ცხრები. წავიდეთ მეგობრებო, ახალი მდგომარეობა, ნახეთ აბა. მოდი. ესენიც იფიქრეს, რომ საჭმელს მივცემდი, ყველა ერთად მოიყარო. ერთი წუთით, ნორა, შენ არ მოხვიდე, შვილო. ნორა, არა. ნორა, არა, მოიცადე. ნორა, არა. გაიცადე იქ. ჩვენ მივედით სიმშვიდის კუთხეში. ცხრები. ძმაო, ცხრები. მატყლი რო გქონდათ, საკმაოდ დიდი და მსხვილი ჩანდნენ. მატყლი რო შევჭერით, დაპატარავდნენ. იცი, თითქოს ევოლუცია განიცადეს, ძმაო. ბეწვი რო შევჭერით, ვეღარ მიცანი ცხრები, ხედავ? ესაა მათი ბეწვის გარეშე მდგომარეობა. აი ეს მამრი ცოტა გამხდარია, როცა ვიყიდეთ, მაშინაც გამხდარი იყო. რო წონაში მოიმატოს, ბევრ საჭმელს ვაძლევ, დილიდან საღამომდე უშვებ მათ. ეხლა სიცხეა და შუადღეს შევკეტე. ცხრები რო გავპარსეთ, აი ესე გამოვიდა. სულ შიშლები დარჩნენ. დიდი ცხრები პატარაებად დარჩნენ. კითხე იმ კაცს, ვინც გააპარსა, უთხარი, შენ როგორ ფიქრობ, რამდენი კილოა მეთქი? საშუალოდ 55-60 კილო იქნებიანო მითხრა. ანუ სანამ გააპარსავდნენ ძალიან დიდი ჩანდა, ხო იცი? შავ ცხვარ შეხედე ძმაო, სულ პატარა დარჩა უკვე. ეს ცილა ცხვარი ჩვენიაო, მეგობრებო. დიდი ალბათობით ორსულია. ის მოსული კაციც ასე თქვა, ეს ორსულიაო, ანუ ესე თქვა. კილოცაო, მალე გააჩენსო, ასე თქვა, აი ის უკან დგომი. ის ისედა სხვებზე ბევრად უკანია. იშალა თუ გაგვიმართლა, მისგან ერთ კრავს ავიგებთ. იქნებ 2-საც გააჩენს, ესეც იქბალია. შვილო, მოდი გაჩვენოთ თქვენ. გადადი აქეთ. დაიცად. მე აქეთ გადავალ, ა? ჩემი ცხრები. ახე ის უკან დგომი ალბათ ორსულია, ხედავ? ძალიან არ იგლება, მაგრამ სიარულისას უჭირს. მერთ მაგნას მართლა ორსული იყოს. ჯამთელად იმშობიარებს, მაგრამ მუცელი საკმაოდ აქვს გაბერილი, როგორც ხედავთ, იმედიანად ვარ. იმედიანად ვარ, ინშალლა, მალე მათგან ერთ კრავს მივიღებთ, მაგრამ გაკრეჭვის შემდეგ ზუსტად თხები ვით გახდნენ, გმერთო. გაკრეჭვის შემდეგაც გასაკეთებელი არაფერი იყო, ცხოველები დამრიგო, ცხოველები დამშვიდნენ. ბონჯუქს რა უნდა, შვილო? ბონჯუკის არ მაძლევს სიარულის საშუალებას, მოდი. მოდი ბონჯუკ, მოდი. მოდი. ცუდი ბიჭი. ცუდი ბონჯუკი არ მაძლევს სიარულის საშუალებას, სულ მიტყამს ხებით. კარგი, გადი ჩრდილში. ძალიან ნუირბენთ. ეხლა ნახე, საერთოდ აღარაჩენს ენა ძმაო, ცხოველები დამშვიდნენ. კარგია რომ გავპარსე ძმაო, ნახე, გაპარსული ბეწვებით საკარის. ზოგჯერ ზაღლები მოდიან. მოდიან, ამაზე წრებიან, ქათმების ამას აპანტავენ. ჯერ არ შემიგრავს ესეც. საკმაოდ ბევრი ბეწვი გამოვიდა. ანუ საკმაოდ ბევრი ბეწვი გამოვიდა. ამა შევაგროვებ და დავწავ, მაგრამ არაფერში გამოდგება. სურველი არავინა, მეც არ გამოვიყელებ. დიდი ალბათობით შევაგროვებ და დავწავ. მოდი ახლა დავტოვოთ ისინი მშვიდად. ახალგაზრდებო, მე მივდივარ. ჩვენი ბატკანის გვიყვირის, ნახეთ. მაჩვენე, მოიცადე. მოდი ისიც გავაპარსე. ყველაზე პატარას კი არა, მეორესაც გავაპარსე. მოიცადეთ, ნახოთ. ქათმებო, ცოტა დამაცადეთ. გადადი, მოდი. დაიცადე, ნახო, დაიცადე. რასაკეთებენ ჩემი ბავშვები, რასაკეთებენ ჩემი ლამაზები, რასაკეთებენ ჩემი სიყვარულები. აი ნახე, ეს ცელკიც გავაპარსე. ამას შეულებრივად არ გავაპარსავდი, მაგრამ კაცმა მითხრა გავაპარსოთ. თქვა, ცხოველს დაწვავსო, შეაწუხებსო. კარგი, უთხარი იყოს ასე, ისედაც ხელა ამიდები. ამიტომაც გავაპარსე, ესე დარჩა. ამას მაინც დიდი განსხვავება არ აქვს, ამის ბეწვი თხელი იყო. შავ ცხვარ ძალიან სქელი ბეწვი ქონდა, მეგობრებო. ბატონო, მოდი. მოდი. მოგშივდა. მოდი შენჯემდა, მოდი. დაიცადე, მოდი ნახე. მოდი რა მოხდა რა? მოგშივდა. უცელი ბარაბანი მიდგათ გაბერილი. მოდი აქ. ბატონო. მათ მოშიებიათ. ზე უნდა. ო, დაკარჯილ კარგა თბილა. წამო, გარეთ გავიდეთ. ბატკანი არ გამოვიდეს. ბატკანო, შენ არ მიდიხარ, კარგი? მოდი. რა მოგივიდა?
რა მოხდა პატარავ? მოდი აქ. კარგი? მოდი გაგოცო. მოდი აქ. თქვენ არ გახვიდეთ. ერთი წუთი დავიცადოთ. ძმაო, იმათაც ამათან ვერ უშვებ. თხები რქებით ულტყამენ. სტილებენ ზიანი მიაკენონ ბატკანს. კარგი, იმდენი არაფერი მოუვა. მეორეს პატარა რო არის, არ შეაწუხონ. ნუ გონიათ რომ ასე საყვარლად გამოიყურებიან, ძალიან ბოროტები არიან. თავით შენ დავუმარხეთ. მოდი, ძალიან ეჭვიანები არის. ლომებო. დაიცადე, ნახოთ. ნატაშა, არა, ნება მომეცი, მე გავაკეთო. არა, შვილო, დაიცადე, ნახოთ. ვაიმე, შვილო, რა ძლიერ გიყვართ მამა თქვენი ასე. მოკალკოდებით დავდები და? გეჯე. ასე ძალიან გიყვართ მამა. ჩემი სიყვარულებო. ნახე, ბაბუა გაბრაზდა ბავშვებზე, ხედავ? ბაბუა, ნუ ჭირვეუნო. კარგი, დიდძავლებს ეჭხუბები, მაგრამ ლეკვებისგან რა გინდა შვილო? ბაბუა, საერთოდ არ უყვარს ასე სხვა ძაღლებთან. თუ ვიტყვი რომ გულწრფელია, ტყუილი გამომივა. თუ ძუძაღლია, არაფერს იტყვის. თუ რამე სარგებელს ნახავს, არაფერს იტყვის. ო, პუსატი მოვიდა, მოიცადე. პუსატა შეიძლება იჩხუბონ, მოიცადე. ფრთხილად შვილო, ფრთხილად შვილო. პუსად, არ გაბედო მასზე შედევა. ეს არამზადა, დედესთან ერთადაა. ის ქარაბაშთან ერთადაა, თავს დაგესხმებიან. აიცადე, მოდი ეს ასილი ავიყვანოთ. ასიც ჰექტორის გვერდით გაუშვოთ, მეგობრებო. ტალოს ბაბასთან ერთად ჩაუშვით, რომ დააყენონ. ვერ დავინახე, დააყენოს თუ არა. დაიცადე, მაგრამ ყველა კარის წინ დგას და ელოდება. ერთი წუთით. ბაბუა, ნახე რა გითხარი, ბაბუა. გითხარი როგორც გინდა, ხო? ბაბუას ეხლა როგორც უნდა კარის წინ დგას და ელოდება. დაიცადე. მოიცადე, შენ დაგიჯერდა, სარტყელი დაგჟი. ერთი წუთი შვილო, ერთი წუთი შვილო, ერთი წუთი შვილო. ერთი წუთი, მერთო ჩემ. ძალიან სწრაფად გაიქცა, მოიცადე. არა უშავს, ფაისალი ჩაკეტილია. ასილ შავე ხუტები ძმაო, ასილ მოდი. ასილ მოდი შვილო. ჰოპალა. დაიცადე, ნახოთ, არა, არა. სარტყელი გაწყვეტილია, ვერ დავამაგრე სარტყელზე. ასილ ჩემო გოგო. რას აკეთებ ჩემი ლამაზი? ეს ფაისალი ძალიან უტევს. ამიტომ არ უშვებ ეზოში. დაიცადე, ნახოთ. ჰექტორის გვერდით. ჰექტორ, გადი. გადით შვილო, კალიშვილო. გადით, კალიშვილო, მოიცადე, ნახოთ. კარგი. ეს ასილი. ჰექტორთან დავაცკვილებთ. მეგობრებო, ჰექტორთან დავაცკვილებთ. ეს გო რას აკეთებ? დაიცადე, იქ წას დავასხამთ. ცხელა, ცოტა გაგრილდნენ. გეჯემი. დაიცადე, ნახო. ჰექტორ ბაბა, გაიქეცი. ჰექტორ ბაბა, გაიქეცი. გავი. შიგნითაც დავასხათ, გაგრილდი შვილო. ეხლა კარლოსი. ნორასთანაც ვერ შეწყვილდა ადრე. ისიც ვსადე. ასილთანაც არ მინახავს, ანუ ჩემ თვალწინ არ აკეთებს. ნახე, ჰექტორ მამა პირდაპირ დედე, ჭკვიანი იყავი. შენ არ ჩაერიო. დედეც შურით არის სავსე. იშალა თუ შეწყვილდებიან, კარგ ნაშიოს მივიგებთ მისგან. მოიცადე ბაბუა. მოიცადე, ნახოთ. ეხლა ესკოც გაუშვა ძმაო. ესკო მოდი. ირბინე ჩემოლომო, ირბინე. გერმანიის ნამდვილი შვილი, მოდი. ჩემო სიმპათიურო შვილო, შენს ქარიზმას ვეწირები. ესკობარიც კი გაოცდებოდა, შეხედე ამ ფიზიკას. უსად, ჭკვიანად მოიქეცი. მხოლოდ ქარაბაშიც არის. არ წავიდეთ არეულობაში. ქარაბაში დამავიწყდა აქ. ბაბუა, არა, ბაბუა, არა. ბაბუა ჩაძირვისთვის შესაძლებლობას ეძებს. ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად. თქვენი აზრით ესკობარი უფრო ძლიერია, ბაბუა, ყარაბაში თუ პუსათი? იქ 4 ძაღლია. თქვენი აზრით მათ შორის ყველაზე ძლიერი რომელი ძაღლია ძმაო? კომენტარებში გელოდებით. მარია გარგიშვილო. დავშვიდი. კარგი, ჰექტორ მამა შეწყვილდება, მეგობრებო. ჰექტორ მამა დაუახლოვდება, პრობლემა არ არის. შეიძლება კარლოსთანაც დაუახლოვდა, საკმაოდ დიდხანს იყო კარლოსთან ერთად. მე როცა იქ ვარ და ვუყურებ, კარლოსიანას არ აკეთებს. ბატკრები, თქვენც მოხვედით ჩემს კალთაში. მოდით ეხლა ვნახოთ. ესენი იარო კიდევ არის ისეთი ძაღლი, რომელსაც შეგვიძლია გაუშვათ და არ იჩხუბებს. ლეკვები გაუშვი უკვე. მოიცადე, მარლაც გაუშვათ. მარლა რას აკეთებ?
მარლა რასაკეთებ მარლა მე ბიზგალო მოდი მაგრამ მარლა ძალიან ნუიალერსებით გაითვალისწინეთ მარლი დაგესხვებათ ამუსინდი ჟოების ზღვაზე წავიყვანე ნახე ჯერის ვიდეო თქვენთვის არ გამიზიარებია კარლოსი ნატაშა ასიე კაროლინი მერე კიდე ვირას მოვიდა ვინ იყო ის კიდევ ერთი კარლოსი ასიე ნატაშა კაროლინი არა 4 იყო მოსული გეჯე ყველა ერთად წავიყვანე რა იცურავეს მაგრამ იცი რა ამ ვიდეოს 6000 მოწონება რო დააგროვდეს იმ ზღვის ვიდეოს გაგიზიარებთ ძალიან გავერთეთ კარლოსმა მართლა თავი ამატკია კარლოს უთხარი აღარასდროს აგიყვან ზღვაზე მეთქი ჭკუიდან გადამიყვანა მაგრამ ძალიან სახალისო და კარგი ვიდეო გამოვიდა მეგობრებო ეხლა მარლა გალბატონი ცოტა გაისეირნოს ჯეგის ბარტყებს ავიდებ პუსაც ძალიან ნუ შეაწუხებთ პუსაც ძალიან ნუ შეაწუხებთ ნახოთ ყველგან ძაღლები არიან უკვე გარეთ რამდენი მაწანწალა ძაღლია 2 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 20 23 25 ვაუ 25 წალი შეიძლება უფრო მეტიც იყოს შეიძლება დათულად ამავიცდა 25 მაწანწალა ძაღლია 25 დამაცადე ცოტა მოვეფერო ამ ლეკვერს ვერ მოვეფერე მოდი როცა ამად ვეფერები სიმშვიდეს ვზნობ ძმაო სიმშვიდეს მოდი აქ მოდი სად არიან ჩემი ლეკვები მარლამი მოდის დავაცადო მარლას კარგად დავარცხნი აქ მარლას ბეწვი ძალიან აქვს გამოცვლილი ძმაო მარლა როცა აქ ვართ მოდი დავარცხნოთ მარლა მოდი ლამაზო მარლა მოდი არაბა სულ შენ გივლი ერთხელ მარლას მიუხედო გესმის გაჩელდი ეი ასიე ნახე ნუ ცელკობთ ასიე ვიზეო თავისი ოინები ჩაიდინა მარლა სად არის მარლა მოდი შვილო მარლას ვეძახი და თქვენ მოდიხართ კარაბაში რა იქნება ასე შვილო ესეთი სავარცხელი მაქვს ეს ძალიან კარგია მეგობრებო ძალიან კარგადაც ასუფთავებს მარლა გალიაში ძალიან ბევრ ბეწვს ხრის ამჟამად ამინდი თბილია და ეხლა ბეწვის სვენის დროა თქვენც მეკითხებით ბეწვს ხრისო მაგრამ ამ სეზონზე ასეა მარლა მოდი დაიცადე კარაბაში ცოტა მოიცადე მაგრამ შვილო დაიცადე შვილო ცოტა გაიქეცი მარლა გორა გამოდი მარლა მოდი ვალა ყველა ამბობსო შენი საყელო უნდა მოგხსნა შვილო მოგხსნა დაიცადე ამ მარლას საყელო მოგხსნათ შვიდად დავარცხნოთ მარლას უკვე მიეკრო ეს საყელო მაგრამ უხდება კიდეც კარგი ეხა ნახე მარლასგან რამდენი ბეწვი გამოვა მარლა მოდი აუ მარლა მაშალა გოგო რა ბეწვი ამოდის მაო ის ბეწვი რო ამოდის თუ შევაგროვო მართლა ღმერთს გეფიცები ბალიში და საბანს გავაკეთებ გოგონა საოცარი ბეწვი ამოდის შენგან დაიცადე მოდი ცოტა წინ გადმოდი აი ესე გადმოდი კარგი დაიცადე ნურა მოშორდი ნურა შეჩგაჩერდი ხედავ ის შვიდება ქალბატონი მარლა ზღვაზე უნდა წავიყვანოთ ძალიან ბევრი ბეწვი ამოდის ძმაო მარლა სეზონური ამ სეზონებში ბეწვს ყრის წილებს აჩენს ტიპებს აჩენს ეს სეზონები ესეთია ზამთარში ერთი პრობლემა ზაფხულში მეორე პრობლემა უზენაესმა ღმერთმა ბალანსი არ დაუტოვებია მაშინ ზამთარში ტალახი და სიცივეა პრობლემა ზაფხულში კი ესენი ნახე ძმაო აქ რასაშილად დაყარა გავუფლდი და ბეწვი მეკრობა მარლა დავანებებდე თავს როცა ჰაერი გრილი იქნება მაშინ გავაკეთებ კარგი გავუფლდი ბეწვი მეკრობა ხო მაგრამ როცა საყელური მოგხსენი მარლა მაინც კარგად გამოიყურებოდა სინამდვილეში ეს საყელური მარლა სილამაზეს პარავდა ეზერვი გაჟუ საყელური და უკეთო ნახე ამის შემდეგ რა ქარიზმა აქვს საყელური რომ მოიხსნა გაახალგაზრდავდა ფიცით გეუბნები მართლა გაახალგაზრდავდა ძმაო ხუმრობა არ არის მოდი დაველოდეთ ეხლა მზად ვართ მეგობრებო ჯეგის ლეკვებს გამოგიტან თქვენთვის ჯეგის ამჟამად 2 ბარტყი ყავს ორივე ძალიან ლამაზია ერთმანეთზე უკეთესი თუ მკითხავთ ვინ არის მამა გამოიცანით
ერთი გამოიცანით. როგორ ფიქრობთ, ჯეგის ბალტკების მამა ვინ არის? კომენტარებში გელოდებით, სწორ პასუხს გუნდს დაუწერ. როგორ ფიქრობთ, ბალტკების მამა ვინ არის? თუ მზად ვართ, პირველ ბალტკს მოვიყვან ძმაო. ესკო! შიგნით არ შეხვიდეთ თქვენ. აისონ მამა. დაიცადე, ჯეგიც ბრაზდება. ისინი ახლა შიგნით რჩებიან აქაც. ერთი წუთი, ბაბუა გარეთ. დიახ, მზად ვართ ძმაო. თქვენგან თხოვნა მაქვს, წინასწარ კომენტარებში ერთი მაშალახი არ დაგავიწყდეთ, გთხოვთ. ოთ. შეხედე ამ სილამაზეს, შემოთქმილო. ჯეგი პირდაპირ თავისი ტყუპის ცალი გააჩინა ძმაო. ეს ესეთი ლამაზი გოგოა. თვითონ ნამდვილი სამყაროს თქმილეულია. მუდმივად სახლის კარი ხია. ესენი გადიან ეზოში და სეირნობენ. თამაშობენ, სხვები ცოტა ეშინიათ. ნუ გონიათ, ჩემგანაც ეშინიათ. ხშირად არ ვეხები, არ ვეფერები, იშვიათად მივდივარ მათთან. სხვა ძაღლები რო ჩემთან იკრიბებიან, უბრალოდ ყოველდღე საჭმელს და წყალს ვაძლევ. მაგრამ ძალიან ლამაზები არიან ძმაო. ჯეგიმ პირდაპირ თავისი ტყუპი გააჩინა. მამაც გითხრათ, მათი მამა დედეა. დედე, მოდი აქ, მოდი. მოდი შვილო, მოდი. მოდი შენ შვილს გაეცანი. ასე არ გამოვა, მოდი დედე. საერთოდ ადარდებს ამ კაცს. შეხედე რა უღირსია. შვილი ყავს თუ არა, საერთოდ არ ადარდებს. უნამუსო დედე. ეხლა მეორე ძმასაც გაჩვენებთ. დედესთან საერთოდ არ აქვს გავსება, არ ვიცი რატო. ჯეგი აშკარა დომინანტი გამოდგა. მოიცადეთ, ეს აქ დავტოვო. არა, ნორა. დაიცადე. ეხლა ნახე. ბახშია, ხო იცი? იცი, იმ დედობას ყველაზე მეტად რო ვაფასებ. ძაღლი ნატაშა. დედე გოგოს გასაცნობად მოვიდა. ნახე, ესენი ნატაშას ლეკვები არ არიან. მაგრამ ნახე, ხედავ ლეკვებს ასუფთავებს, ულის, უყვარს. ის სახეს ყველგან ასუფთავებს. რა ღირსეული ცხოველია რა. მართლა ნატაშა ძალიან მიყვარს ძმაო, ძალიან ზნეობრივი ძაღლია. ანუ ხედავ, იმასაც ხვდება რომ ვაქებ, მოდის და მახტება. მისი ლეკვებიც ასეთები არიან. როცა ლეკვებს დაშორდა, კნესოდა და ტიროდა, ისე უბრალოდ არა. მართლა ძალიან მიყვარს ნატაშას ეს ხასიათი. ეზოში ასეთი სხვა ძაღლი არ არის. მასზე უკეთესი არავინ არის. ეზოსო თავი დავანებოთ. შეიძლება მსოფლიოშიაც იშვიათია ესეთი. ყველა ლეკვს ხო არ უყვარს ერთი და იგივე ცხოველი. ისეთი დედობრივი გრძნობა აქვს შემს გოგოს, ღმერთმა გაუმარჯოს. ღმერთმა ჯანმრთელი და ლამაზი ცხოვრება მისცეს ჩვენს გოგოს. მართლა ძალიან მიყვარს ნატაშა. ასიეთ ძალიან მიყვარს, ზოგჯერ ცელკია. თითქმის ყველა ვიდეოში ცელკობს, მაგრამ ისიც ძალიან მიყვარს. დივანზე გადავდივარ და იქ ვწვდები. ეს უსინდისოა. თავად მეხება და კიდევ მემიტევს. ქალბადოს ზილის დროს არ უნდა შეეხოთ. ასის ასეთი ხასიათი აქვს. ეხლა მეორე ლეკვს მოვიყვან, დაველოდოთ. ეხლა ჩვენი მეორე ლეკვი ჟერია, მაგრამ გთხოვთ, ისევ ნუ დაივიწყებთ მაშალას, მეგობრებო. შეხედეთ ამ ლეკვის სილამაზეს და სითბოებას. მაშალა ჩემს პატარას. რას აკეთებ ჩემო პატარა? რას აკეთებ ჩემი სიყვარული, რას აკეთებ ჩემი ლამაზი გოგო? ღმერთმა ის ბოროტი თვალებისგან და შურისგან დაიცვას. მოიცადებ, ნახო, ნუ აწუხებთ ბავშვს. მოდი აქ. უსად. გონიერები იყავით. ცოტა ხნის წინ თქვენ ვერ დაინახეთ, აი ეს ბავშვი აქ არის. სხვა ძაღლების მის გვერდით მიდიან. ნატაშა ჯეგიც მას ხვებისგან დევნის. ნატაშა ხედავს, რომ იმ ლეგვს მათგან საფრთხე ემუქრება და ყველას დევნიდა, იცით? თქვენი გარყოფილთარგ, მაგრამ მართლა ძმა შესანიშნავი შვილია. ეზე ჩვენი მეორე გოგოა, ნახეთ. ამურსაც მეგობრებო, პატრონებს უპოვი. ერთმანეთზე ლამაზი ორი შვილია. ჩემგან ლეგვს სიტყავთ. ლამაზ ოჯახს სიცოცხლის ბოლომდე მოულიან ლამაზ ოჯახს გადავცემ. ეხლა იცით, დაახლოებით რამდენი დღისები არიან? 40-45 დღისები გახდნენ. ჭამენ. ჭამასა და სმაში პრობლემა არ აქვს. ჭამთელობის მდგომარეობა ძალიან კარგია. გულით არ მინდა მათი გაშვება, მაგრამ ამჯერად ბავის ყველა კუთხე პატარა ძაღლებით გაივსო. ყველგან ძაღლებია, ყველგან პატარა ძაღლებია, ყველგან. აქ პატარა ძაღლების სამეფო დავაარსეთ. პირდაპირ ასია. ეხლა ამ გოგოსაც დედამისთან დავდებ, კარგი ბაჭია. ცოტა ერიდება, ხედავ, უნებლიეთერიდებიან. შეხედე ამ კბილებს, სულ პატარა. მამა შეეწიროს იმ კბილებს. გაუშვა ცოტა, ნატაში, შეხედე. ეხლა ნახე, ნატაშა მასაც დაიცავს. ეხლა ნახე. ამასაც ასუფთავებს, ხედავ? რა ცხოველია რა. შენთვის ზეგლს დავდგამ, გოგო. ლეკვი კი უნებლიეთერიდება. შეხედე ამას, ჯეგი იქ სვებს სცემს.
აუ ნატაშა აი ეს ბაჭიები ცოტა საშიშად გამოიყურებიან ესენი ხო ძალიან ჯადოქრები არიან მეგობრებო მოიცა ისეთგანან თითქოს უნდა დაგვესხან თავს მოდი ვნახოთ წავიდეს დედამისთან კარგი დახურე რომ ის ბაჭია შევიდეს შიგნით აი ძმაო ესენი ჩვენი დედეს დაკარგული შვილები არიან კაც საერთოდ არ ადარდებს ხედავ ეხა ისინი უნდა დაუკეთოთ ეს პატარაები არიან დანარჩენი ბაჭიები ცდილობენ მათ აუნონ აი მათ ძმები თავიდანვე დაუკეთე ხო გახსოვს აუ ნახე ეს გოგო რა ლამაზია მოდი ჩემო გოგო მოდი აქ მოდი შენს ფერი ძალიან ლამაზია ჩემი ცელკი გოგო ხარ რა დიდი გაიზარდე ჩემო ლამაზო აქ ერთი შეხედე მაშალა შენ ამა ძმა ძალიან პრობლემურია მიდი ირბინე მოდით მამასთან ერთად მოდით ხალხი ცხوارს აძოვებს თხას აძოვებს ჩვენ კი ძაღლებს ვაძოვებს ცხურის ფარაზე მეტი ძაღლით დავდივა შეხედე აქ მოდი ელდრეს ბაღში რეკორდის დამყარება ვცადო მაინტერესებს მაქსიმუმ რამდენ ძაღლს შევძლებ გაუშვა აზი შიგნით ნეტა ვარიჩხუბონ ჩითირი სკაი შემოლომებო სხვადასხვის ხო გაფსოთ ვამბობდი ტონი ორსულა დაამეთქი ტონიმაც იმშობი არა მეგობრებო გუშინ ჩვენი ახალი ლეგვემიც იქიდან მოდიან აუ დედე ხო იცი მარტო ჰექტორ ყოჩაღ ბიჭო ჰექტორ კარლოსისგან დააბრუნე რაც არ უნდა იყოს არ გადაიღო ჰექტორი მაშალა კარგად ეწყობა ინშალლა 100 ლიდან კარგ ლეკვებს მივიგებთ მაგრამ კარლოსთან მაინც უნდა დაეწყვილებინა ის გოდ რამდენი გერდგარბები მენ მერდიგერ კარლოსი რომ ხედავს მაშინ ეიწყებს კეკუცობას ჩვეულებრივად არ მგონია ალბათ უკვე შეწყვილდა კალიები ისელ დაუსვრიათ მოდი დესტანთან ერთად 100-საც გაჩვენებთ დესტანზე ბევრს მეკითხებით დესტან ბაბა მოდი აქ შვილო მოდი 100 სად არის ჩემი ლამაზო 100 ხანუმი ისევ გამხდარია 100-საც ყოველ ხუთს ასე ემართება ლეცვის სვივა ქავილი ეწყება და სუსდება ერთ დროს გამოკეთება მიდის მოდის ბეწვი თეთრი ხდება მერე ყვითელი 100-ას რა გადახდა ჯერ ვერ გავიგე მეგობრებო ისევ დასუსტა როცა ზაფხული მოდის ყოველთვის ასე ხდება დესტან მამაც აქ მოვიყვანე დესტან სად არის ჩემი შვილი სად არის ჩემი ასლანი მეგობრებო დესტანი ძალიან კაცრია ანუ ასე უბრალოდ არა მისი საქმე და საზრუნავი მხოლოდ ჩხუბი აყალმაყალი ხმაური კამათი ვამბობ მოდი კაცთან ერთად თამაში ვითამაშო მეთქი ცდილობ ზამგლიჯოს ამაზე ყურადღება არ მივაქციეთ დესტანი არ შევაკავეთ და ეხლა ძალიან ცუდადაა საქმე დესტან მოდი გაუშვა მოიცადე გაუშვა თუ არ გამოვიდა ეგ მოდი დესტან მოდი 100 შენ არა შვილო 100 შენი ჩხუბე მოიცადე უსად გაჭოდი დესტან გადი გაჭოდი 100 ეხლა დესტან შეხედე ჩემი დესტანი შემოგევლე უმავალში ძალიან მაგარი შვილი იქნება კარგად გაიზარდა დიდი გახდა მეგობრებო აქ მოვიყვანე გალიიდან გამოვიყვანე 100-თან იყო სულ ჩხუბობდნენ იმიტომ და კიდე რო არ დაწყვილდნენ დესტან მოდი კაცი ნახე რა ენერგიულია ბიჭო შენ სად მოხვედი ნახე თავს და თვალებსაც კი წყალში ყოფს მერტო ჩემო ბიჭო გოგო როგორ შეძვერი იმ ტაში ძმაო ცხოველები იწვევიან ხედავ იწვევიან ძმაო ძალიან ცხელა მეგობრებო თქვენთვის არ ვიგერები მაგრამ მე არ ჰერი დავისუფლად 35 გრადუსია დავასველო ცოტა ხანში ან სახეზე დაასხი ისედაც ცოტა წყალი გვაქვს ისიც არ დავხარჯოთ ყვილად თორე მე დასალევ წყალს ვერ იპოვი დესტან მოდი დავიცადო დესტანი დაუძახოთ სადღაც წავიდა მოდი შვილო მოდი დესტან მოდი გოგო მეც დამასველე მადლობა სად წავიდა ის უსინდისო მოვიდა არა ჩვენი მანდა კარგია ძმაო უსად იმ ტალახში რატო შეხვედი როცა დაგხურავ ეხლა როგორ დაგხურავ დესტან მოდი არა ვაი გამოდი იქიდან არა მიდი ნახე ამ ბანდას ხედავ დაიცადე არა შვილო მოდი აქ თრილად ჰეი არა ნორა მოდი აქ მერტო ერთი წამი ჩხუბი დაიწყო ძმაო მოიცადე ნახე პუსად
გონიერად მოიქეცი. არის ჩხუბოთ. მოდი აქ. აუ კანიბელებო. ნახე, დესტანი ხო იცი? ძალიან ცუდი იყო. უკრიდან ისე გაფრინდა, თქვენ ის ნაწილი ვერ ნახეთ, მაშინვე დავშალეთ. შვილო, კარგად მოიქეცი, არ გაბედო. ყველა ერთმანეთს ეჩხუბა ღმერთმანი. მოდი აქ, ჩხუბი არ შეიძლება. აი თუ ხელში ცხემს ჯოქს არ ავიგებ, ასე მოხდება. დედე, მიდი. არა. მოდი აქ, ჩხუბი არ შეიძლება. ხო, უნდოდეს თუ არ უნდოდეს, ყველა ერთადა. შეიძლება ჩხუბი დაიწყოს, ეს ნორმალურია. შესაბამის ზომებს მიიღებს ძმაო. დესტან მოდი აქ შვილო. ისე თავის გზაზე მიდის, გაჩერდი. ეხლა ძალიან დაძაბული სიტუაცია. ეხლა უნდა ვადევნო თვალი მათ. ვინ ვის დაესხება, არავინ იცის, ძმაო, ძალიან დაძაბული სიტუაცია. ესკო, პუშად, ქარაბაში, დედე. დესტან, გეჯე. ყველა ჩხუბობდა. მოდი აქ. მოდი, ჩხუბი არ იქნება, მოდი. წამოდი შვილო. მოდი აქ. რას ვერ იყობ თქვენ? პუსატმა პირველად ესკოს დაარტყა, თუ ესკო მას დაარტყა. ან ერთმანეთისგან. აი ძმაო, ერთმანეთს ამხედრებენ. შანს არ უნდა მისცე, რომ იჩხუბო, თორე იცი რა. ყველა ერთად ჩხუბს დაიწყებს, რამდენი ძაღლიც არის, მერე სადე და დააშორე ისინი. ასე ვაჩვენეთ მათ, სხვა გზა არ არის. პუსატ, მოდი აქ. მოდი შვილო. აღარ მინდა რომ ჩხუბი დაგინახოთ, გაიგე? ერთი ეზოს ბავშვები ხარ, თუ გააბრაზებთ ერთმანეთს. ჩემო ლომო. ესკო რამე ხო არჩის? მოდი. ესკო მოდი აქ. ესკოს რამე აქვს? არა. შვილო, ნუ ჩხუბობთ. ესკო ძალიან გიჟია, მაშალა, მართლა. ძალიან გიჟია, ძალიან. კარაბა, ჩვენათი ყავი, გაჩერდი. გაჩერდი, შვილო, ნუ ამოდი გაჩერდი. კარადი კარაბაში გადაგესხმება, ნახე. დაიცადე. ეს უსვიდისო დესტანი საწავიდა. მოდი აქ. მოდი ამას ცოტა მივხედო ძმაო. დესტანი სანდოდ არ მეჩვენება, აქეთ იქით დადის, ხო? დესტან! მოდი აქ, ნახოთ. მოდი აქ. არის შვიათოთ. ბაჭიების დესტანს ებრაზებიან. დესტანი, მაშალა, ძალიან ლამაზი გამოვიდა, ძმაო. კიდევ ცოტა გაიზარდოს. თუ ღმერთი ინებებს, ლეგენდა იქნება. ბიჭებო, მე ცოტა ჩრდილში გადავდივარ, მოდი. მოდი. კარგი, ღამით არ შეეხო. ღმერთს მადლობა, რომ ცოტა ხნის წინ მარლა არ იყო აქ. თორემ მარლაც ჩაერთვებოდა. ძმაო, ესენი ყველა დიდი ძაღლებია. მათი შეთანხმება ადვილი არ არის, მეგობრებო. ნუ გონიათ, რომ მე ასე მარტივად ვათანხმებ მათ. ეს სხვაგან ვერ ნახავთ, ანუ. ჩემი ძაღლები კიდევ ყველა ჯიუტია, ისიც მათი ხასიათები. ძალიან გადარეულები არიან. ვერავის იტანს. მაგრამ მიეჩვევიან ნორმალურად ივლიან და აღარ დამწყვეტე გულს. ამ ბაჭიებს ვაჩვევ მათთან. როცა გაიზრდებიან, რომ პრობლემა არ ქონდეთ და ყველანი ერთად ნორმალურად იარონ, ხო გაიგეთ? მაგრამ ბაჭიების უკვე ბანდასავით არიან. ნახეთ როგორ ესხმიან თავს მედუზას პატარაები. ყველანი ერთად. თან მამრი რო წინ მიუძღვებათ, აბა? წარმატებები. ქარაბაში. შვილო, ჩხუბი არ იყოს. ქარაბაში შენ ხო უკვე მოხუცი ბიჭი ხარ, ჭკვიანად მოიქეცი, გაიგე? მარლამის უგანი გეგება. კარგი მეგობრებო. მოდი ეს ვიდეო მშვიდობით დავასრულო, სანამ ჭხუბი არ ატყდება. ესენი ჩემზე რეაგირებენ, როცა ლაპარაკობ. დღესაც გადავწყვიტე ჯეგი ხანუმის ბატკნები და ცხვრები გაჩვენოთ. როგორც გიტრანით იმ დადგლებს, გავაშვილებ. ჩემი ინსტაგრამის მისამართია taifundemir.ctv. იგიდან დამიკავშირდებით, ნახვამდის. ამას მიხედვით მოვაწყობ მის პროფილს. აბა ძალიან მიყვარხართ. არ დაგავიცლეთ ვიდეოს მოწონება და არხზე გამოწელა. კარგად იყავით, ნახვამდის. ჯანმრთელად იყავით, მეგობრებო.